მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილიც 15 წუთიან გამოსვლას 350 მაღალი რანგის სტუმარი ისმენდა. პრეზიდენტმა გამოსვლისას მთავარი აქცენტები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს გახდნენ აქტიური გაყინული კონფლიქტების დარეგულირებაში. მიუნხენის კონფერენციას 3 დღის განმავლობაში ჩვენი რეპორტიორი მარინა ბოლქვაძე აშუქებდა. ახლა ის კონფერენციის დასკვნითი დღის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. მარინა, გისმენთ. მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენის 47 უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა, ეხებოდა რეგიონის უსაფრთხოებას და მის როლს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე. მიხეილ სააკაშვილმა კონფერენციაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ იგი არასდროს შეეძლება კონფლიქტების ძალის გამოყენების მოგვარებას. მან მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, რომ ყურადღება არ მოადუნონ გაყინული კონფლიქტების მოგვარებისთვის, რადგან სწორედ ეს მცირე კონფლიქტები ახდენს პირდაპირ გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში გაზრდის სამშვიდობო მისიას ავღანეთის ტერიტორიაზე. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მიუნხენში უფრო მოყვა კომენტარები. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დასკვნით დღეს დელეგატებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. 15 წუთიან გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა. პრეზიდენტმა მთავარი აქცენტები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და სტაბილურობაზე გააკეთა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დევნილ მოსახლეობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზას ირჩევს და ოფიციალურ თბილისს აქვს კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივები. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანს ვერ მიაღწიეს, რაც მოუნდა ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულად რჩება და ყავს 9 მილიონზე მეტი დევნილი და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდნენ. ჩემი მთავრობა ვალდებულებას იღებს დაძაბულობის განსამუხტავად ხანგრძლივი სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად. ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დიდ პროგრესს მივახციეთ მრავალ ეთნიკური წარმატებულის სახელმწიფოს შექმნაში, სადაც ხალხს შეუძლია ჩაერთოს სახელმწიფოსა და ეკონომიკის მართვაში. პარალელურად ოკუპირებული ტერიტორიებისთვის შევიმუშავეთ ყოვლის მომცველი სტრატეგია, რომელიც მოსახლეობის მშვიდობიან ჩართულობას ითვალისწინებს. მიხიდების მშენებლობაში, რომელსაც დღეს მათი ლიდერები, წარსულში კი კომუნისტები და მათი მემკვიდრეები ანადგურებენ. ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია მიზეზად ის, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და უფრო მეტი ვალდებულება ავიღეთ, როგორც განსაზღვრულია ამ დოკუმენტში. ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან თანამშრომლობის კუთხით. ამ მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა ჩვენს პოლიტიკას უწოდა ცალმხრივი კონსტრუქციულობა. შარშან ნოემბერში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პირობა დავდე, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ დაპირებას, რომელიც საქართველოს კანონიერი ვალდებულებაა, თან ახლდა დიალოგისკენ მოწოდება. მიუნხენის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გახდნენ აქტიურები გაყინული კონფლიქტების დარეგულირებაში. პრეზიდენტის განცხადებით გაყინული კონფლიქტები მსოფლიოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ რეგიონის მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. ქვეყნები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ, შეიძლება განსაზღვროთ, როგორც კრიზისის ეგრეთ წოდებული გაყინული კონფლიქტის ადგილად. ქართველებმა 2008 წელს ვნახეთ, როგორც შეიძლება გაყინული კონფლიქტი ძალიან სწრაფად მწვავე ომში გადაიზარდოს. არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი იმ საფრთხეებს, რომელიც არსებული დაძაბულობიდან მომდინარეობს ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა. 2008 წელს ისტორიაში პირველად გამოიყენეს სამხედრო ძალა და კიბერნეტიკული თავდასხმა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ყველა ჩვენი ვებგვერდი დაბლოკილი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადეს და დღესაც ამტკიცებენ, რომ თითქოს საქართველო მოულოდნელად თავს დაესხა რუსულ პოზიციებს. მინდა ერთი მარტივი გზავნილი გადმოგცეთ იმ ფაქტის იგნორირება, რომ ყველასთვის კარგად ცნობილი უცხო ქვეყანა სამხედრო ძალების კონცენტრირებას განაგრძობს, მომავალში კატასტროფამდე მიგვიყვანს. ახალი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ის რაც ჩემს ქვეყანაში 2008 წელს იყო, არის ოკუპაცია, მაგრამ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს. ვერ შეძლეს ქართული დემოკრატიის მოკვლა. ქართული დემოკრატია კი ყველაზე წარმატებულია. ამას ყველა აღიარებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის კიდევ ერთი თემა ავღანეთი იყო. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნას გეგმავს. ამასთანავე საქართველო ავღანეთს დაეხმარება პოლიციის რეფორმირებაში, ასევე ეკონომიკური რეფორმების გატარებაში.
ქალბატონებო და ბატონებო, ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიომ გაიაზრა, რომ ისტორია 1991 წელს არ დამთავრებულა და იგი ისევ ტრაგიკულად მიმდინარეობს. ციუმა ომმა ეგრეთ წოდებული დაბალი ინტენსივობის კონფლიქტები დატოვა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთების მიზეზია. ამ დარბაზში ყველასთვის ნათელია, რომ ეს კონფლიქტები მსოფლიოზე გავლენას ახდენს. სახელმწიფოები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებენ, თუ მათ საზღვრებს გარეთ არასტაბილური კერები არსებობს. გავიარეთ რა მეტად რთული პერიოდი ჩვენ ქართველები ვაცნობიერებთ, რომ ყველას პატარა და დიდ სახელმწიფოებს საერთო პასუხისმგებლობა გვაკისრია. სწორედ ამიტომაც ჩვენ გავგზავნეთ 1000-მდე ჯარისკაცი ავღანეთში. აისაფის ძალებთან ერთად ჩვენი ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებიან. ჩვენ ასევე შევთავაზეთ დამატებითი ძალების გაგზავნაც და მომდევნო რამდენიმე თვეში ეს პროცესი დაიწყება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დახმარების მასშტაბებს. ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ ავღანელმა ხალხმა მდგრად მშვიდობას მიაღწიოს და ქვეყანა ტერორისტების თავშესაფრად აღარ იქცეს. საქართველოს, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 4,700,000-ია და რომლის ტერიტორიის ნაწილიც ისევ ოკუპირებულია, აცხადებს, რომ ჩვენ არა მარტო უსაფრთხოების მომხმარებლები, არამედ მისი მიმწოდებლებიც ვიყოთ. საქართველოს ერთ-ერთი კორუფციული ქვეყნიდან Transparent International-ის მიხედვით კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ნომერ 1 მებრძოლ ქვეყნად იქცა. ეს ჩვენს მიერ სამართალ დამცავ ორგანოებში გატარებული რეფორმების შედეგია. ჩვენ ავღანურ ძალებს არტილერისტების მომზადებასაც შევპირდით. ასევე შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ ეკონომიკური რეფორმების გატარებაში. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით საქართველოს ბოლო 5 წლის განმავლობაში ნომერ 1 რეფორმატორ ქვეყნად იქცა. ქართული მხარის შეფასებით მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება სწორედ იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მშვიდობას მსოფლიოში. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ძალიან ზომიერი და კონკრეტული იყო. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას როგორც საკუთარ რეგიონში, ასევე უფრო ფართო მასშტაბითაც. კერძოდ ცენტრალური აზიისთვის, პაკისტანისთვის და ავღანეთისთვის. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან ზუსტი და ცხადი ანგარიში წარმოადგინა რეგიონის უსაფრთხოებაზე. ეს მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. ასევე მნიშვნელოვანია ხალხმა მეტი გაიგოს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. ხაზი გაესვა უსაფრთხოებისა და კონფლიქტების არსებობისას, კონფლიქტების გავლენას გლობალურ უსაფრთხოებაზე და ასევე თუ რამდენად შეიძლება პასუხისმგებლობა გაზიარებული იქნას სრული მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. დამავდროულად რასაკვირველია, როდესაც კონფლიქტებზე იყო საუბარია უპირველეს ყოვლისა საქართველოში მიმდინარე და არსებულ კონფლიქტებზე, ასევე რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს სწორედ როგორც რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ისე მსოფლიო უსაფრთხოებაზე. უცხოელი ექსპერტები და ჟურნალისტები კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზს უსვამენ პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივებს. მათი განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების საკითხების განხილვისას საყურადღებოა ქართული მხარის პოზიცია. მიუნჰენის კონფერენცია საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო პოლიტიკაში, რადგანაც აქ კარგად გამოიკვეთება გლობალური უსაფრთხოების მთავარი პრინციპები. აქ რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავ ლიდერს მიეცა საშუალება საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხებზე ესაუბრა. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები გააჟღერა. ვფიქრობ, კონფერენციამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ლიდერების მოსმენა, რომელთაც კონფლიქტური ზონები აქვს. მათ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივები უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნიდან ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა, იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში. ის ქვედანაყოფები, რომელიც საქართველოს